29 მარტს საქართველოში თამბაქოს საწინააღმდეგო ეროვნული დღე აღინიშნება. ამ თარიღთან დაკავშირებით სასტუმრო ვინდამ გრანდ თბილისში ღონისძიება გაიმართა. შეხვედრა თამბაქოს კონტროლის ალიანსის ხელმძღვანელმა გიორგი ბახტურიძემ გახსნა. მან სფეროში არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ღონისძიების ფარგლებში თამბაქოს კონტროლის სფეროში ჩართულ პროფესიონალთა და გადაწყვეტილების მიმღებ პირთა სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ღონისძიების ორგანიზატორთა განმარტებით თამბაქოს კონტროლის რეფორმების მხრივ ქვეყანამ პროგრესს მიაღწია, თუმცა ახალი პროდუქტების, ელექტრონული სიგარეტის და გასახურებელი თამბაქოს აგრესიული მარკეტინგის და პოპულარიზაციის შედეგად მწეველობა კვლავაც აქტუალური პრობლემაა. განსაკუთრებით მტკივნეულია ბავშვებში ახალი პროდუქტების, განსაკუთრებით ელექტროსიგარეტის მოხმარების ზრდა და მოწევაზე დამოკიდებულება. როგორც ღონისძიებაზე აღინიშნა, თამბაქოს კონტროლის რეფორმის გასაძლიერებლად აუცილებელია კანონის აღსრულების მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამის გაძლიერება და დაფინანსების გაზრდა, რათა უზრუნველყოფილი იყოს კანონის ეფექტური აღსრულება. სპეციალისტების მოსაზრებით ასევე საჭიროა თამბაქოს ახალი პროდუქტების, განსაკუთრებით ელექტრონული სიგარეტებისა და გასახურებელი თამბაქოს რეგულაციების გამკაცრება, რათა შემცირდეს მათი ხელმისაწვდომობა ახალგაზრდებში. ნიკოტინი არის ის პროდუქტი ყველა მისისნაირი სახეობით, რომელიც სიცოცხლეს ამოკლებს, ჯანმრთელობას აუარესებს და ადამიანის შესანიშნავ ჯილდოს იყოს სიკეთის მომტანი ქვეყანაზე თავისთავისა და სხვებისათვის ამას ავიწროებს. თამბაქოს მავნეობის შესახებ ყოველდღიური ინფორმაცია უნდა მიეწოდებოდეს სკოლის მოწაფეებს, სტუდენტებს, ახალგაზრდობას და რაც თავარია ოჯახში უნდა იყოს ისეთი საბუდარი, სადაც მშობლები ყველაფერს გააკეთებენ პირადი მაგალითის ჩვენებიდან დაწყებული იმ შეფარული დიდაქტიკით, რა მავნეობას არის თამბაქოს მიერ და აი ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. ეს არ არის ერთი რომელიმე ორგანოს გასაკეთებელი, აქ არის დიდი კოლაბორაცია საჭირო და ყველას თანადგომა. თამბაქოს საწინააღმდეგო ეროვნული დღე გახლავთ 1998 წლიდან დაფუძნდა და მას შემდგომ თითქმის ყოველწლიურად აღინიშნება და მისი ძირითადი მიზანია მოუწოდოთ ნებისმიერ თამბაქოს ან ნიკოტინის პროდუქტების მომხმარებელს, რომ ერთი დღით მაინც თქვას უარი ამ ლეტალურ პროდუქტებზე. ძირითადად იყო განხილული თემები, რომლებიც ეხებოდა დღევანდელ დღეს თქვათ ისეთ გამოწვევებს, როგორიც არის მაგალითად აღსრულებაში იგივე ინტერნეტ რეკლამა და პოპულარიზაცია. უკვე ევროპის ქვეყნები, ყაზახეთი, აზერბაიჯანი და ასე შემდგომ მათ აკრძალეს უკვე ელექტრონული სიგარეტის ისეთი სახეობა, როგორიც არის ერთჯერადი ელექტრონული სიგარეტები. ამიტომ ეს ერთ-ერთი მოთხოვნა იქნება ჩვენი ხელისუფლებისადმი, რომ აიკრძალოს ეს, იქიდან გამომდინარეც, რომ მზარდია ბავშვებში და ახალგაზრდებში ელექტრონული სიგარეტის მოხმარება. თამბაქოს დასრულების პოლიტიკაზე ვისაუბრეთ და ამ დასრულების პოლიტიკაში შედის ის, რომ უნდა გაიზარდოს თამბაქოს მიყიდვის ასაკი 21 წელი უნდა გახდეს, ახლა 18 წელია და უფრო მეტი, ანუ ყოველწლიურად თითო წელი უნდა მიემატოს. ამის გარდა 2015 წლის შემდგომ დაბადებულ ახალგაზრდებს, რომლებიც გახდებიან თქვათ სრულწლოვანები თამბაქოს ან ნიკოტინის პროდუქტთან მიმართებაში, მათ აღარ უნდა მიეყიდოთ არც ერთი ტიპის, არც თამბაქოს, არც ნიკოტინის, არც უნიკოტინო პროდუქტები. უკვე გვაქვს ჩვენ საკმაოდ სრულყოფილი თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობა, რომელიც მოიცავს თამბაქოს ყველანაირი ნაწარმის, მათ შორის ელექტრონული სიგარეტების მოხმარების აკრძალვას დახურულ სივრცეებში და სხვადასხვა იმ ღონისძიებებს, რომლებიც საერთაშორისო რეკომენდაციებით არის გათვალისწინებული. თანაც საქართველოს შეგახსენებთ, რომ არის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს ჩარჩო კონვენციის წევრი ქვეყანა 2006 წლიდან და ჩვენ ვალდებულება გვაქვს, რომ კონვენციით გათვალისწინებული ყველა მუხლი სრულყოფილად შევასრულოთ. პირველი აპრილიდან საქართველოში თამბაქოს კონტროლის რეფორმების მიმართულებით კიდევ ერთი რეგულაცია ამოქმედდება. თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია მხოლოდ სადა, სტანდარტიზებული შეფუთვით იქნება ნებადართული. კანონის თანახმად ყველა ვალდებულია გამოიყენოს ერთიანი, სტანდარტული ფერის შეფუთვა, რომელზეც მითითებული იქნება მხოლოდ ბრენდისა და ქვესახეობის დასახელება, სამედიცინო გაფრთხილებები და სხვა აუცილებელი ინფორმაცია. როგორც თამბაქოს კონტროლის ალიანსის ხელმძღვანელმა
გიორგი ბახტურიძემ განაცხადა, ამ რეგულაციის ამოქმედება მნიშვნელოვანი ნაბიჯია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით. მისი განმარტებით, სადა შეფუთვა მიზნად ისახავს თამბაქოს ნაწარმის მიმზიდველობის შემცირებას, განსაკუთრებით მოზარდებსა და ახალგაზრდებში. გიორგი ბახტურიძის განცხადებით, კვლევებით დადგინდა, რომ სტანდარტიზებული შეფუთვა ამცირებს თამბაქოს მოხმარების დაწყების ალბათობას და ხელს უწყობს მოწევის შეწყვეტას. სადა ანუ სტანდარტიზირებული შეფუთვა გახლავთ ისეთი ნორმა, რომლის შესაბამისად ყველა კოლოფი უნდა იყოს ერთფეროვანი. აქამდე მოგეხსენება თქვენ სხვადასხვა ფერებით იყო კოლოფი გამოყოფილი და ეს მიანიშნებდა ხოლმე ნიკოტინის შემცველობის დაბალ ან მაღალ დოზას, რაც რა თქმა უნდა წეველისათვის არის შეცდომაში შემყვანი, იქედან გამომდინარე, რომ ნიკოტინის დოზას აქვს მნიშვნელობა თქვათ მიჯაჭვურობის თვალსაზრისით, მაგრამ ჯანმრთელობის თვალსაზრისით მნიშვნელობა არ აქვს, რა თქმა უნდა. გარდა ამისა, კოლოფების დიზაინი იყო ქალთა სეგმენტზე ორიენტირებული, იმიტომ რომ ორნამენტები, ყვავილები და სხვადასხვა ესეთი ქალთა სეგმენტის მისაზიდი, ვთქვათ, დიზაინი ჰქონდა ამ სიგარეტის კოლოფებს და შესაბამისად მოხმარება რახან დაბალია ჯერჯერობით საქართველოში, ერთ-ერთი მიზანი სწორედ ამ დიზაინს კოლოფისას ჰქონდა სწორედ ქალთა სეგმენტის კიდევ უფრო ჩართვა ამ ლეტალური პროდუქტის მოხმარებაში. უკვე გამოჩნდა ბაზარზე სადა შეფუთვით სხვადასხვა კომპანიების ბრენდები, თუმცა სრულად არ არის ჯერჯერობით ბაზარი მოცული ამ პროდუქტებით და იმედი გვაქვს, რომ 1 აპრილისთვის უკვე სადა შეფუთვით იქნება ყველა კოლოფი აბსოლუტურად, როგორც სავაჭრო ობიექტებში, ასევე ნებისმიერ ადგილზე, სადაც მისი რეალიზაცია არის ნებადართული. თუ არ მოხდება კანონის დაცვა, ამ შემთხვევაში საჯარიმო სანქცია გახლავთ 5,000 ლარი. ამ შემთხვევაში პასუხისმგებელი ორგანო გახლავთ შემოსავლების სამსახური და მან უნდა მოახდინოს რეაგირება, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება სასამართლოს ეკუთვნის, იქედან გამომდინარე, რომ საჯარიმო სანქცია მაღალია. ჩვენი მონიტორები საქართველოს მასშტაბით ინტენსიურად აკვირდებიან პროცესს და როგორც კი დაფიქსირდება, ვთქვათ, რომ 1 აპრილიდან ყველა კოლოფი არ იქნება, ვთქვათ, სადა შეფუთვით, ამ შემთხვევაში ეს ინფორმაცია მიეწოდება შემოსავლების სამსახურს და იმედი გვაქვს, რომ მალე და ეფექტურად მოხდება ამაზე რეაგირება. ეს ზომა არის მნიშვნელოვანი იქედან გამომდინარე, რომ უკვე დაგროვდა კვლევები, რომლებიც ცხადყოფენ, რომ ბავშვების საკმაოდ დიდი ნაწილი არ იწყებს სწორედ მოწევას იმის გამო, რომ მათ არ მოწონთ ეს შეფუთვა და დიზაინი ამ სიგარეტის კოლოფების და მათთვის აღარ არის მიმზიდველი, აღარ არის პრესტიჟული, აღარ არის მოდური და აქედან გამომდინარე მათი დიდი ნაწილი სწორედ არ იღებს გადაწყვეტილებას, რომ დაიწყოს მოწევა სწორედ კოლოფის დიზაინის გამო. ასევე ამ ნორმას აქვს ზემოქმედება უკვე არსებულ მწეველებზე, ისინიც უკვე ფიქრდებიან, ან აკლებენ მოწევას, ან საერთოდ წყვეტენ ხოლმე მოწევას. ამის გამო იყო სწორედ, რომ დაახლოებით ამ ნორმის ძალაში შესვლას დაჭირდა 7 წელი, წარმოვიდგინეთ და 4-ჯერ გადავადდა. მაყვალი გაჯერებულია ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ნივთიერებებით. ამ საკითხზე სპეციალისტებმა კვლევა ჩაატარეს. დაკვირვების მიხედვით დადგინდა, რომ მასში შემავალი ანტიოქსიდანტები ხელს უწყობენ იმუნური სისტემის გაძლიერებას, რაც ხელს უშლის უჯრედების დაზიანებას და ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს. მაყვალში არის ანტოციანინები. სპეციალისტების განმარტებით მათ შეუძლიათ გააუმჯობესონ ტვინში სისხლის მიმოქცევა და გაააქტიურონ ის სფეროები, რომლებიც აკონტროლებენ მეტყველებას და მეხსიერებას. ერთი ჭიქა მაყვალი შეიცავს თითქმის 8 გრამ ორგანიზმისთვის აუცილებელ საკვებ ნივთიერებებს. ის მდიდარია C ვიტამინით. მასში არის ფოლიუმის მჟავა, მანგანუმი, K ვიტამინი და მაგნიუმი. სპეციალისტების განმარტებით ეს ერთობლიობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ადამიანის ჯანმრთელობისთვის. კვლევაში 72 ადამიანი მონაწილეობდა. მათ სისხლში ლიპიდების მაღალი დონე აღენიშნებოდათ. მონაწილეები 8 კვირის განმავლობაში ყოველდღიურად 300 მილილიტრ მაყვლის წვენს იღებდნენ. დაკვირვების შედეგად მონაწილეებს შორის მნიშვნელოვნად შემცირდა გულის დაავადების რისკი. კვლევის მიხედვით დადგინდა, რომ ვიტამინებისა და მინერალების მაღალი შემცველობის გამო მაყვალი წარმოადგენს იმუნური სისტემის გასაძლიერებელ საუკეთესო საშუალებას. C ვიტამინი, რომლითაც ის მდიდარია, ეხმარება ორგანიზმს გაუმკლავდეს ინფექციებსა და სხვადასხვა დაავადებას. რეკომენდებულია, რომ ზრდასრულმა ადამიანმა დღის განმავლობაში 25 გრამიდან 38 გრამამდე მაყვალი მიიღოს.